მოგესალმებით. ავტობილ საქართველოს დღეს კიდევ ერთი ექსპერიმენტის დღე გვაქვს. ოღონდ ამ შემთხვევაში გართულებული მისიით. რას გულისხმობ გართულებულ მისიაში? როგორც იცით, ჩვენ ძირითადად ელექტრომობილებს თუ კი ექსპერიმენტს უტარებთ, უმეტესად თბილისიდან ბათუმამდე ჩავდივართ ხოლმე და ვიკვლევთ, რამდენად ჩავა, რამდენი კილომეტრი დარჩება თუ დარჩება და ასე შემდეგ. დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს მისია გავართულოთ და გავაკეთოთ ასეთი რამე. წავიდეთ თბილისიდან ბათუმში და მერე დაუბრუნდეთ უკან. ერთი დამუხტვით. ეს ავტომობილი გახლავთ Zeekr 009, რომელსაც Zeekr უწოდებს მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ მინივენს და ერთი შეხედვით ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული მინივენი ნამდვილად არის. თუ რამდენად არის ყველაზე მდიდრული მინივენი, ამას გზაში მოგიყვებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს ჩავა თუ არა ბათუმში. იმიტომ რომ აქვს 140 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ 800-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეუძლია, რასაც გვიჩვენებს თავიდან ავტომობილი, მაგრამ ცხადია, ეხლა ძალიან ციოა, ამ წუთას არის მაგალითად 7 გრადუსი და ასე შემდეგ და 800-ზე მეტი კილომეტრის გავლა რთული იქნება, თუნდაც 800 კილომეტრის გავლა, მაგრამ მთავარი მისია არის ის, რომ ჩავიდეთ ბათუმში და მერე წამოვიდეთ უკან და ვნახოთ რეალურად, აი ამ ამინჩი და ამ გარემოში, რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია Zeekr 009-ს. წავედით, დანარჩენზე უკვე გზაში ვისაუბროთ. პირველი შეჯამება მოდი გავაკეთოთ აი აქ. მას მერე რაც დავიზარით Zeekr-ის ცენტრიდან გამოვლილი მაქვს 83 კილომეტრი. ავტობანზე გამოვცდი უკვე რამდენიმე წუთია გორის გვირაბსაც და რა მდგომარეობა გვაქვს ამ წუთისთვის. ესე იგი 82%-ია დარჩენილი ელემენტის. შეგახსენებთ, რომ ეს არის 140 კილოვატ-საათიანი ელემენტით აღჭურვილი Zeekr 009. long range-ი ყველაზე დიდი ვერსია ელემენტისა და ხო 690 კილომეტრს წერს ამ წუთისთვის. როგორ დავდივარ აქამდე, ესე იგი ეს 80 უკვე 4 კილომეტრი გამოვიარე აბსოლუტურად ჩვეულებრივად, გასაშვების სიჩქარით 110 კმ/სთ, ხანდახან მეტიც მქონდა, ზოგჯერ ოდნავ ნაკლებიც. ჩვენი მისია არის ის, რომ რეალურად გავიგოთ რამდენად ახლოს არის დაპირებასთან, რასაც გვპირდება Zeekr-ი, რიმისი რეალური შესაძლებლობები აი ამ დროს და აი ამ გარემოში. ეხლა ჩართული მაქვს ჩვეულებრივად გათბობაც და მოკლედ არანაირ დაზოგვაზე არ მივდივარ ჯერჯერობით. ავტობანზე ყველაზე მეტ სწავს ეს მანქანა და ზოგადად ელექტრომობილი, გინდა ზაფხული იყოს, გინდა ზამთარი, ავტობანზე და ასე სიჩქარეზე რა თქმა უნდა ყოველთვის მეტ ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად მე არ მიკვირს, რომ აი ახლა უკვე გვაქვს 81% და 680 კილომეტრი დარჩენილი რესურსი. სამაგიეროდ აქვს ძალიან ძლიერი რეკუპერაცია, მე დაყენებული მაქვს რეკუპერაციის ყველაზე მაღალ დონეზე, ფაქტობრივად ეგრეთ წოდებული one pedal driving-ი გამომდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთი სატრფულით მართვის სტილი, იმიტომ რომ რეკუპერაცია როგორც კი გაზის პედალს მარჯვენა სატრფულს აუშვებთ, არის ძალიან მძლავრი და მანქანა ამუხრუჭებს და ტენის ბატარეას ძალიან ძლიერად, ვისაც ეს არ მოსწონს შეუძლია რა თქმა უნდა დაუწიოს. რეკუპერაციის დონე ან საერთოდ გათიშოს, უბრალოდ აღარ დაიტანება დაღმართებში და დამუხრუჭებისას ავტომობილი, მაგრამ მე მჭირდება ეს, მე თან მომწონს ელექტრომობილს როცა ვმართავ, ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს რომ იგებ ენერგიას ისე უკუგება, ხდება ელექტროენერგიისა და მანქანა იტანება.
გამოვიარე რიკოთის გვირაბი, დავეშვი აი ამ დაღმართზე და აი აქ ამუშავდა მისი რეკუპერაცია ყველაზე კარგად. 72% მქონდა დარჩენილი, როცა გვირაბში ვიყავი, თავარ გვირაბში, დიდ გვირაბში და მას მერე რაც დაღმართზე დავეშვი და სადღაც უკვე 5 წუთია მოვდივარ აი ამ დაღმართზე, 74%-მდე ავიდა ელემენტის მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ დაიტენა. აი ამ 5 წუთში 2% მოემატა, რაც ნიშნავს, რომ რეკუპერაცია ძალიან კარგად მუშაობს. ერთი დაკვირვება. Seeker 009-ს აქვს რეკუპერაციის 3 დონე. ეს არის დაბალი, სტანდარტული და მაღალი. თავიდან ვიყენებდი მაღალ დონეს, იმიტომ რომ ავტობანზე ხშირად გჭირდება უცებ დამოხრუჭება და ძლიერად დამოხრუჭება და შესაბამისად მაღალი დონე კარგი იყო იმისთვის, რომ როგორც კი მარჯვენა სატრფულ ფეხს აუშვებდი, მანქანა მყისიერად დამოხრუჭებდა და ამ დროს ტენიდა ბატარეას, მუხტავდა ბატარეას. აი, მერე უკვე როდესაც გამოვწვდი ხა რიკოთის იმ დიდ მთავარ გვირაბს, აქ უკვე ვფიქრობ, რომ მაღალი რეჟიმი ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა და რატომ? იმიტომ რომ მაღალ რეჟიმში რეკუპერაციისა ძალიან ძლიერად დამოხრუჭებს მანქანა და მერე თავიდან გჭირდება შეიძლება აჩქარება, რაც არ უნდა დაღმართი იყოს მაინც და იმ მოგებულ ენერგიას შეიძლება ისე უკან გამოიყენო და დახარჯო. აი ამ შემთხვევაში კი როცა სტანდარტზე გადავრთე, ისე ამოხრუჭებს ავტომობილი, რომ მე აღარ გჭირდება შენ ფაქტიურად აჩქარება და საერთოდ აღარ ხმარო მარჯვენა პედალს და ამიტომ გაცილებით ეფექტიანია ასეთი რეკუპერაცია. მოკლედ გურიაში ვართ. გაგვიმართლა, უпростоრად მანქანას გავუმართლა იმაში, რომ დასავლეთში არის კარგი ამინდი. თუ კი დილას როცა დავიძარით, იყო 7 გრადუსი და მერე უკვე 8, სადღაც ქუთაისიდან აქეთ უკვე არის ძალიან კარგი ამინდი და არის ახლა ამ წუთას 21 გრადუსი სითბო, რაც ელექტრომობილისთვის არის იდეალური ვარიანტი. ამ დროისთვის საშუალო ენერგიის ხარჯი არის 21.2 კილოვატ-საათი 100 კილომეტრზე. ეს არის იმაზე ნაკლები, ვიდრე გვპირდება ზიკერის ქარხანა. თავიდან იყო მეტი, ახლა არის ნაკლები. დაახლოებით დარჩა 100 კილომეტრი ბათუმამდე, ბათუმის ცენტრამდე. 257 მაქვს გავლილი ამ მომენტისთვის, 257 კილომეტრი და კიდევ დარჩა 499, ახლა უკვე 498 კილომეტრი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ წესით და რიგით აი ამ სვლით ბათუმში რომ ჩავალ, დაახლოებით 400 კილომეტრი კიდევ უნდა დარჩეს. ნუ შეიძლება ნაკლები დარჩეს, გააჩნია ახლა უკვე ჩქაროსნული გზა არის, უფრო ავტობანია და მე ვცდილობ რომ არ დავზოგო, იმიტომ რომ არ ჭირდება დაზოგვა. და აი ესეთი შედეგი გვაქვს ამ წუთისთვის, რაც არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი. დადის ძალიან რბილად. ამაში უწყობს თავისი ურბილესი სავალი ნაწილი და დაკიდების სისტემა ხელს. არის ძალიან რბილი, არის საკმაოდ უხმაურო, არის ძალიან კარგი ხმის იზოლაცია. ყოველ შემთხვევაში მაღალ სისწრაფეებზე არაფერი შემაწუხებელი. ეს არის რეალურად პრემიუმ კლასის ვენი. მინივენს არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ოფიციალურია საავტომობილო კლასების გაგებით მინივენი არის უფრო პატარა, ვიდრე არის ეს მანქანა. ეს არის რეალურად ვენი. რა თქმა უნდა არ არის მინიბუსი, მაგრამ არის ვენი. სავარჯლების კონფიგურაცია აქ გვაქვს ჩვენ 2-2-3. არსებობს სხვა ვერსიებიც და ამაზე ოდნავ მოგვიანებით, როცა ბათუმში ვიქნები და გავჩერდები და უფრო მშვიდად გესაუბრებით, რაც არ უნდა გაიფიქროთ, ამ ავტომობილს ყველაფერი აქვს დაწყებული კომფორტის სისტემებიდან და გაგრძელებული უსაფრთხოების სისტემებით. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ ახალ ავტომობილში, აი აქ არის. როგორც AF კლასის ავტომობილებში შეეფერება, ძალიან კარგი ხილვადობა აქვს ასევე, რაც მძღოლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო მძღოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მგზავრებისთვისაც. მე საჭესთან ვგრძნობ თავს ძალიან შვიდად, კომფორტულად, ძალიან კარგი ხილვადობით. ამაში ხელს უწყობს რა თქმა უნდა აი ეს დამატებითი პანჯარაც და აი აქ არის ალკანტარას მასალა გვხვდება კიდევ არაერთ ადგილზე, მაგრამ აი ეს ფილინგი, ქართულად რომ ვთქვათ, შეგრძნება არის ნამდვილად პრემიუმ კლასის. თუ უფრო მეტი არა, აი ამასაც თავად დავამატებდი. დისკომფორტს მე მიქმნის მხოლოდ ის, რომ ძირითადი ფუნქციები არ არის ღილაკებზე. ყველაფერი არის სენსორზე, ყველაფერი არის ეკრანზე. ეს ბევრისთვის პირიქით კარგია, ჩემთვის ცოტა დისკომფორტია ხოლმე. მაგალითად, ცენტრალურ კონსოლზე არის 2-2 ღილაკი. 2-2, ერთი არის პარკინგში ჩასაგდები ღილაკი, რასაც ქვია ჰაპტიკური ღილაკი და მეორე ავარიულის აი ეს
ღილაკი. ასე რომ ორი ღილაკი, ხო, მესამეც გვაქვს ეს, რომელიც ხსნის აი ამ შიდა ცენტრალური კონსოლის სათავსოს. დანარჩენი ყველაფერი არის აი აქ ეკრანზე თავმოყრილი. ნუ რა თქმა უნდა საჭეზე არის აპტიკური ღილაკები იმისთვის რომ მულტიფუნქციურია საჭე და ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ არავით არის კლიმატიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი იმართება ეკრანის სენსორული ღილაკებიდან. ნუ კარგია რომ გვაქვს ფიდბექი, ეგრეთ წოდებული ფიდბექი და ქართულად უკავშირი ნებისმიერ ღილაკზე დაჭერისას გრძნობ რომ შეეხედა ის ფუნქცია ჩაირთო. აი უახლოვდები ბათუმს და იმდენად რბილად დადის. ზიკერნოლ-09 რო აი დამეძინა, თითქმის დამეძინა რა. თან ახლა მანქანაში დამლაპარაკებელი არავინ არ მყავს. მარტო მე ესე ვლაქლაქებ კამერასთან და პროდაქშენი გვიღებს სხვა მანქანით გარედან. ხო და აი მართლა მუსიკამ კიდევ უფრო მეტად იმოქმედა რო ჩავრთე და აი საფრთხეს მოვიხსნი და ინახავთ თვალებზეც მეტყობა უკვე რომ მეძინება. სასწრაფოდ მინდა მაგარი ყავა, ბათუმური. ეს ტესტ-დრაივი რეალურად არა მარტო მანქანის, არამედ ჩემი გამოსვლაც არის, იმიტომ ძალიან დიდი ხანია ბათუმში ესე არ წავსულვარ და არ წამოსულვარ და ერთია წასვლა და წამოსვლა მაშინვე და მეორეა, როცა თან ლაპარაკი იწევს კამერასთან და უფრო მეტი ენერგია გჭირდება. აბა ვნახოთ შემდეგ გაჩერება უკვე მექნება ბათუმში და იქ გეტყვით პირველი ტაიმის შემდგომ უკვე ამ შესვენებაზე რა ხდება და რამდენი კილომეტრი დაგვრჩა და ასე შემდეგ. შემოვედით ბათუმში და რა ხდება, როგორი მდგომარეობა გვაქვს. ეხლავე გეტყვით, ესე იგი 410 კილომეტრი დაგვრჩა და ელემენტი არის 59%-ზე. ანუ ფაქტობრივად ნახევარი ელემენტით შემოვედით, ეს არის ის ადგილი, საიდანაც უკვე კარგად გამოჩნდება ყველაფერი. ის ფაქტი, რომ ელექტრომობილმა ასე მშვიდად, წყნარად და ყველანაირი ნერვიულობისა და დაძაბულობის გარეშე ჩამოგიყვანა თბილისიდან ბათუმში, პირველ რიგში არის მისი ბატარეის დამსახურება, რომელიც არის 140 კილოვატ-საათიანი. ეს არ არის რიგითი ჩინური ბატარეა, ეს გახლავთ კატლის ელემენტი, ისეთი ბრენდის, როგორცაც იყენებენ ძალიან ცნობილი და თავმოყვარე დიდი ისტორიის მქონე ბრენდები, როგორიცაა მაგალითად Porsche, მაგალითად BMW და ასე შემდეგ. სწორედ ამ ელემენტების დამსახურება ეს ყველაფერი და თანაც არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ელექტრომობილი. ეს გახლავთ ვენი, თან მდიდრული ვენი, რომელიც იწონის არც მეტი არც ნაკლები თითქმის 3 ტონამდე. Zeekr 009 არის არა უბრალოდ პრემიუმ ვენი, არამედ უფრო მეტიც. ის არის ფაქტობრივად მდიდრული ვენი და ამას ცოტა ხანში გაშვენებთ რა ხდება მის სალონში და თვითონ დარწმუნდებით ამაშიც. მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ არსებობს სულ 3 ვერსია. ჩვენ ამ შემთხვევაში გვყავს 7 ადგილიანი 009, კონფიგურაცია სავარძლების არის ასეთი 2-2-3. არსებობს ასევე 6 ადგილიანი ვერსიაც 2-2-2 ასეთი კონფიგურაციით, ოღონდ იქ ოდნავ უფრო განიერი სავარძლებია. და ასევე არის იქ მაგიდაც, იმისათვის რომ მგზავრებმა სხვადასხვა აქტივობები გააკეთონ. გარდა ამისა კიდევ არსებობს ერთი სუპერ ვერსია, რომელსაც გრანდ ვერსია შეგვიძლია უწოდოთ. ეს არის უკვე 2 სავარძლიანი უკან. ამ შემთხვევაში უკვე წინა ნაწილი და უკანა ნაწილი გამოყოფილია ერთმანეთისგან, მძღოლს არ აქვს არანაირი კავშირი მგზავრთან, ისევე როგორც მგზავრებს არ აქვს მასთან არანაირი კავშირი. ეს უკვე აბსოლუტური VIP კლასია, რომელიც არის განკუთვნილი სპეციალური სტუმრებისთვის, VIP სტუმრებისთვის, რომლებსაც არ უნდათ რომ მათი საუბარი გაიგონოს იგივე მძღოლმა, ან იმ ადამიანმა, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდება. რაც შეეხება ფასს, აი ასეთი 7 ადგილიანი ვერსია, რომელსაც აქვს 140 კილოვატ-საათიანი ელემენტი და არის ყველაზე დიდი რესურსის მქონე 009-ს შორის, ღირს $83,000 Zeekr Centre Tegetaში. ხოლო აი ეს 2 ადგილიანი VIP ვერსია, მისი ფასი გახლავთ $125,000. მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება ინტერიერში, გავჩვენებთ როგორ ზიხარ უკან, იმიტომ რომ უკან ძალიან მნიშვნელოვანია ამ მანქანაში როგორ ზიხარ და რა კომფორტი გაქვს და მერე უკვე დავიზრათ თბილისისკენ.
ვენი, პრემიუმ ვენი და მით უმეტეს მდიდრული ვენი პირველ რიგში ფასდება იმით, რა ხდება მის სალონში. რამდენად კომფორტულია მისი ინტერიერი. Zeekr 009-ის სალონის ფართობი არის 7.4 კვადრატული მეტრი. მოდი ვნახოთ, რა ხდება შიგნით. გასასრიალებელი კარები, იმისაც რომ კომფორტული იყოს შაჟდომა გადმოსვლის პროცესი და ჩავიხედოთ სალონში. პირველ რიგში მინდა რომ გავაღო პანორამა ბოლომდე გაიხსნას. აი აქ გვაქვს ესეთი მონიტორი გზავრებისთვის, აქ ეს განათება, ავანთოთ ბარემ. გავხსნათ ეს მონიტორიც. ესეთი ambient განათება აქვს სალონში არის ძალიან ლამაზი, განსაკუთრებით ღამით. ფარდა კიდევ ერთი განსაზღვრელი იმისთვის, რამდენად მდიდრულია ავტომობილი, მით უმეტეს ამ კლასის მანქანა. არის რამდენიმე ვერსია იმისთვის, რომ ჩავდოთ ტელეფონი, ერთი არის აი აქ პირდაპირ შუაში, რომელიც ისე არის გაკეთებული, რომ არ გასრიალდეს ტელეფონი და აქაც ჩასადებია, აქაც ჩასადებია. რა ხდება კიდევ? კი ბატონო, აქ საათი გვაქვს, კარის გაღება დაკეტას, ეხლა აღარ გავამახვილ ყურადღებას. აი აქ არის მასივარი, coolbox-ი ეგრეთ წოდებული. იმისთვის, რომ ცივი სასმელები მოვათავსოთ, არის USB-C პორტები 2 ცალი, ეს სენსორული უნდა იყოს წესით, კი ბატონო, კლიმატს მართავთ აქედან და ასევე მართავთ თვითონ მასივრის გრადუსებს, შეგვიძლია მინუსებში ჩავიყვანოთ, აბა რამდენზე ჩავა? -6. შეგვიძლია დავაყენოთ -6-ზე. და გააგრილებს ყველაფერს, ასეც ჩავდებთ, გაყინავს, ფაქტობრივად კი არ გააგრილებს, გაყინავს. კიდევ, ხო, სავარზლის ეს პოზიცია არის ძალიან კომფორტული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 6 ადგილიანში უფრო განიერი სავარზლებია და იქ არის მაგიდაც. დაახლოებით 30 დინამიკი აქვს Yamaha-ს აუდიო სისტემის ამ მანქანაში. ამ მანქანას მათ შორის თავის მისაღწევებში არის დინამიკები და როდესაც თქვენ ტელეფონზე ისაუბრებთ, ხმას გაიგებთ აი აქედან, პირდაპირ დინამიკებიდან. Ambient განათებაზე უკვე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, სავარძლებს აქვს მასაჟების ფუნქცია, გაათბობა, გაგრილება, ეს ყველაფერი ცხადია. აი აქვე, აქედანვე მართავთ, აი აქედან ჩანს შვენივრად, აქედან იმართება სავარძლების პოზიცია, მათ შორის გაათბობა, გაგრილება და მათ შორის მასაჟების ფუნქციაც. და აქვს ესეთი დაწოლის ფუნქციაც. ო, ნახოთ როგორ დამაწვენს. ან რადონემდე და ფეხების ის წამოვა. აი ეს პოზიცია. ძალიან მოსვენებული და კომფორტული. როდესაც მე ვამბობ, რომ Zeekr 009 მოდ დავაბრუნო ეს თავის პოზიციაში. აი ეს. როდესაც მე ვამბობ, რომ Zeekr 009 არ არის უბრალოდ პრემიუმ ვენი, არამედ ფაქტობრივად მდიდრული და ლაქშერი ვენია, სწორედ აი ესეთ დეტალებს გულისხმობ. ნუ სივრცე, ეხლა სივრცეზე ლაპარაკი აღარ ძღის, იმდენი სივრცეა ამ მანქანაში. ესეც ასე, მეგობრებო, უკანა გზაზე ვარ, სამტრედიის გადასახვევთან, შემოვედით აი ამ დიდ ავტობანზე, რომელიც ქუთაისს გაგვატარებს. და ნახოთ რა მდგომარეობა გვაქვს. ესე იგი, 467 კილომეტრი მაქვს ჯამში გავლილი, მას მე რა თბილისიდან წამოვედი, ბათუმს ჩავედი და მე უკან წამოვედი. და დარჩენილი არის 261 კილომეტრის რესურსი. 31%-ზეა ჩვენი ელემენტი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ხო, ელექტროენერგიის საშუალო ხარჯი ჩამოვიდა 19.6 კილოვატ-საათზე. მიუხედავად იმისა, რომ ღამეა, მიუხედავად იმისა, რომ განათება დაგჭირდა, აი ესეთი ეკონომიური სვლა გვაქვს ამ დროისთვის. ხო, როგორ ვიარე უკანა გზაზე? თავიდან ვიფიქრე, რომ ცოტა ეკონომიას გავაკეთებდი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს დიდად საჭირო არ იყო, იმიტომ რომ ისედაც მოძრაობა იყო საკმაოდ ინტენსიური და გურიაში თავიდან ქობულეთის ავტობანზე 70-ია დასაშვები და მოვდიოდი 80-ით, ეს იდეალური სიჩქარეა ნებისმიერი ავტომობილისთვის და რა თქმა უნდა ელექტრომობილისთვისაც. შემდგომ იყო მომენტები, როდესაც 100 იყო დასაშვები და 100-ით მოვდიოდი 105-ით, 100-ს არ გადავაჭარბე.
ამას გეუბნებით თამად, იმიტომ რომ უკანა გზა არის, უკანა გზაზე ბათუმიდან თბილისისკენ არის მეტი აღმართი, არის ღამე, გვჭირდება განათება და მოდი ახლა პირდაპირ ვნახოთ, რამდენი მანძილი გვაქვს დარჩენილი ჩვენ ზიკერ ცენტრით ეგეტამდე. 229 კილომეტრი არის აქედან ზიკერ ცენტრით ეგეტამდე და გვაქვს 256 კილომეტრის რესურსი. ანუ იმაზე მეტი ვიდრე დარჩენილია, მაგრამ აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის სირთულეები, რაც გველოდება წინ. სირთულეები ელექტრომობილისთვის თორემ ისე არაფერი, ავტობანია ფაქტობრივად სულ. მათ შორის აღმართი რიკოთის და მერე უკვე ის თავარი დიდი ავტობანი, სადაც ასევე არ ვაპირებ რომ ვიარო 80-ით, რა თქმა უნდა, ვივლი დაახლოებით 100-ი არის დასაშვები და ნახოთ რა გამოვა. დაახლოებით რომ შევაჯამო რესურსი და გავლილი მანძილი, სადღაც 730 კილომეტრი გამოდის რომ უნდა გავიაროთ მთელი აი ამ თავდაპირველი დამუხტვის შემდგომ მთელი ეს გზა. 730 კილომეტრი, ქართული დაპირება იყო 820. ეს არ არის ცუდი შედეგი, ძალიან კარგი შედეგია პირიქით. როგორც იცით, ქართული დაპირება ყოველთვის არის ხოლმე ძალიან სასათბურო პირობები და ჩვენ სასათბურო პირობები ნამდვილად არ მოუწყვეთ ამ მანქანას. ყოველ შემთხვევაში აქამდე მე რაღაც ექსტრემალურ დაზოგვაზე არ გადავსულ ვარ. ახლა გაჩვენებთ მე ერთ რამეს. ძალიან კარგად იქცევა ზოგადად ეს ავტომობილი დამუხუჭების დროს რა თვალსაზრისით. აი ეს არა აქვს. ხშირად ვსაუბრობ ახლა რეკუპერაციაზე დამუხუჭებაზე და არის ფიქრობთ რომ რაღაცა ძალიან ესე ამუხუჭებს და ყოველ შემთხვევაში ისეთი ძალას ისე ანაწილებს რომ გზავრები ამას დიდად ვერ იგრძნობენ. აი ახლა მივიდივარ 115-ით და ბოლომდე აუშვებ აქსელერაციის სატერფულს. აი ეს არის მისი დამუხუჭება სტანდარტულ რეკუპერაციაზე. რაც შეეხება მაღალი დონის რეკუპერაციას, გადავიდეთ, გადავრთოთ მაღალზე, აი ხა სტანდარტზე მაქვს აი ხედავთ, ჰაიზე გადავიყვან. და ნახოთ ახლა ჰაიზე რას იძლევს, ისევ 105 კმ/სთ სიჩქარე და ავიყვანოთ 115-მდე, კი ბატონო, იყოს 115, აი ასე. და ახლა მე ისევ ავუშვებ და ალბათ დაინახავთ განსხვავებას. აი, გაცილებით ძლიერია დამუხუჭება, მაგრამ არავით არის დისკომფორტი. რეალურად არავით არის დისკომფორტი იმ ხუთით, რომ აი რაღაცა უცებ წაგაქანაოს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით რესურსი მეტია ვიდრე დარჩენილი მანძილი და ეს კარგის ნიშანია. თუ საჭირო გახდა უფრო ეკონომიაზეც გადავალ, უფრო ეკონომიურ სვლაზეც გადავალ, მაგრამ ნუ არ ვაპირებ რა თქმა უნდა ფარების გამორთვას, იმედია ეგ არც დამჭირდება. მთელი დღეა დავდივართ, ახლა არის 10 უკლია 10 წუთი. ჯამში ჩვენი გზავრობის დრო თბილისიდან როცა დავიძარით ზიკერ ცენტრით ეგეტადან არის 8 საათი და 57 წუთი. ცხადია ეს არ იყო მხოლოდ მართვა, ეს იყო გაჩერებები, ეს იყო გადაღებები, კამერების შეცვლა, ელემენტების შეცვლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო ყველანაირი პაუზა. მათ შორის, ანუ არ ვფიქროთ რომ რაღაცა 9 საათი ვართ გზაში და 9 საათი სულ დავდივართ, არა. ნახოთ, შემდგომი გაჩერება უკვე ალბათ უკვე იმ ავტობანიდან მექნება, რომელიც იქნება რიკოთის შემდეგ. ხო, აქვე ძალიან მინდა შევაქო ამ ავტომობილის head-up display, ანუ საქარმინაზე პროექცირების სისტემა, რომელსაც ასევე შემდეგ გაჩვენებთ, არის ძალიან დიდი და იცვლება ყველანაირად შენთან აკეთების კონფიგურაციას და განსაკუთრებით ეს კარგია ღამით. დღისით სამწუხაროდ თუ სათვალე გიკეთია, მზის სათვალე, რომელსაც მეტუმეტეს პოლარიზება აქვს, აღარ ჩანს ისე მკაფიოდ კი არა, ზოგიერთ მომენტებში საერთოდ აღარ ჩანს ხოლმე, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ზიკერის ამბავი, ეს ზოგადად head-up display ისეა გაკეთებული, რომ ესეთ მძაფრ მზის სათვალეში ვერ ხედავ მას და რას ვიზამთ ეგრე არის, ყველა მანქანაში თითქმის მე არ მინახავს head-up display, როცა მზის სათვალე გიკეთია და მას კარგად მკაფიოდ ხედავ. ანუ დღე ამიტომაც არ გამოვყავი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ ჩანდა. აი ღამით უკვე ძალიან ლამაზი გემრიელი ესეთი head-up display აქვს ამ ავტომობილს, ეს მინდოდა უცებ ჩემექო და ინტერიერის ზოგადად განათება, ეს ambient განათება, რომელიც აქვს სალონში არის, რომლის ფერებიც იცვლება მრავალნაირად, შეგიძლია შენი საყვარელი ფერი დააყენო, შეგიძლია ათამაშო, შეგიძლია მუსიკას ააყოლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ეფექტები მოკლედ არ ეშლებათ ნამდვილად ზიკერში.
მას ასე დაგკვირდით, რომ შემდეგი ჩართვა მექნებოდა გორის ავტობანიდან და პრინციპში გორის ავტობანთან ვართ, ოღონდ ოდნავ გადმოუხვიეთ, წინ არის გორის გვირაბი და გერთვებით აი აქედან უკვე დამტენთან. აქ უკვე ეს მანქანა უნდა დაიმუხტოს. საქმე იმაშია, რომ ეს ის მომენტია, როცა დარჩენილი რესურსი არის უფრო ნაკლები, ვიდრე დარჩენილი მანძილი. აქედან ზიკერ ცენტრი თეგეტამდე ზუსტი მანძილი არის 78 კილომეტრი. ზუსტად 78 კილომეტრი აქედან დარჩენილი. რესურსი, რასაც ეს მანქანა გვიწერს, არის 68 კილომეტრი. როგორც გახსოვთ, სამტრედიაში როცა ჩავერთე, მაშინ რესურსი უფრო მეტი იყო ვიდრე დარჩენილი მანძილი, მაგრამ გამართლა ჩემი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთის აღმართზე, თან ღამეა, ფარები და ასე შემდეგ გათბობა, მერე ავტობანი, სადაც უკვე სწრაფად უნდა იარო, ამ გზაზე მანქანამ დაწვა უფრო მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე იყო რესურსი და ნელ-ნელა მცირდებოდა რესურსი და მანძილი ეწეოდა ერთმანეთს და აი ხა დაგვიდგა ის მომენტი, როცა რესურსი არის უფრო ნაკლები ვიდრე მანძილი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ ამ მანქანამ გაიაროს ეს მანძილი და უფრო მეტიც გაიაროს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ზიკერ X-თან დაკავშირებით, რომელიც ბოლომდე დავსვით, ნულამდე დავიყვანეთ და მე კიდე გაიარა 30 კილომეტრი და ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს არხზე, მაგრამ მე არ ვაპირებ რომ ახლა გავრისკო, იმიტომ რომ ეს არ გვჭირდება არაფერში. ჩვენ ახლა უნდა დავტენოთ ეს მანქანა აქ და აქედან წავიდეთ უკვე დატენილები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თბილისი, ბათუმი, გორი, ჩვენ გავიარეთ 620 კილომეტრი. კიდევ არის დარჩენილი 68 კილომეტრის რესურსი. ანუ ჯამში გამოდის 688 კილომეტრი. რაც მთავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გავიგეთ რომ ეს მანქანა გადის ძალიან ბევრ კილომეტრებს. გადის თითქმის 700-მდე კილომეტრს. რეალურად თუ თქვენ თბილისიდან ამ მანქანით წამოხვალთ ბათუმში და წამოხვალთ მერე უკან ისევ, თუ ერთი ადამიანი იქნება და ეკონომიურად ივლის, აუცილებლად ჩავა. მაგრამ ეხლა ეს ნამდვილად არ გვჭირდება, თან ეს არის ვენი და ამ მანქანით ეხლა ერთი კაცი თბილისი, ბათუმი, თბილისის რეისს დამუხტოს გარეშე არც გააკეთებს. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი ნახტომი. სულ ცოტა ხნის წინ გამოწვევა იყო ელექტრომობილით ერთი დამუხტვით თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა. და რამდენიმე ესეთი ექსპერიმენტი გვაქვს გაკეთებული. ახლა კი ჩავედით, უკან წამოვედით, გორში ვართ და თუ ძალიან გავიჭირებდით და თუ ეკონომიურად ვივლიდით, თბილისამდეც ჩავიდოდა. ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც ამ ვიდეომ ჩვენ მოგცა და რაც ამ ავტომობილმა ჩვენ დღეს გვითხრა. მოკლედ, ეს არის ბოლო დამტენი თბილისამდე, ახლა აქ დავმუხტავთ და წავალთ უკვე თბილისში მშვიდად. დროებით